2008 წლის 7 აპრილი ღამდებოდა, როცა ორთაჭალის ქუჩაზე 20 ნომერ კორპუსთან მდგარი ბიჭებისკენ ავტომობილმა გეზი საეჭვო დაიღო. როდესაც მძღოლი ახალგაზრდებს გაუსწორდა, მანქანის საქარემინიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ლულა გამოჩნდა. ზოგი გადახდა, ზოგი ხესა მოეფარა და ჩემი შვილი არ განძრეულა ადგილიდან. ხელები აუწევია და უთქვავს: ბიჭო, ხომ არ უნდა მესროლოო? სულთან ამ მომენტში დაიწყო სროლა და ეს აწეული ხელები და თითები წააცადა ჩემს შვილს. 18 წლის ლაშა რუბაშვილს 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჩემი ვაჟი სასწრაფო დახმარების მანქანით წავიყვანეთ ნომერ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. ცოცხალი იყო. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად ცეცხლნასროლი ჭრილობების სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებიდან მე-9 დღეს ლაშა რუბაშვილი გარდაიცვალა. საერთოდ დანახარჯმა ბოლომს 18,000 ლარამდე მიაღწია. ალალი და უსაყვედრო იყო ჩემი შვილისთვის, რაც გავაკეთე მე დამჭირდა სახლის რაღაც ნაწილის გაყიდვა იმისთვის, რომ ეს ფული როგორმე შემოგროვებინა. თელმა უბანმა, თითქმის მთელმა ორთაჭალამ გვერდში დამიდგა. პიროვნება, რომელმაც სულიერ ტკივილთან ერთად რუბაშვილების ოჯახს მორალური და მატერიალური ზიანი მიაყენა, მეზობლად ცხოვრებით 19 წლის ივანე გიგლებიანი იყო. უბნის ბიჭებს მოუვიდათ ჩხუბი ამ პიროვნებასთან და იმ დროს ჩემი შვილი წერა იყო თუ რა იყო აღმოჩნდა იქ. მკვლელობამდე ერთი თვით ადრე გიგლებიან სხვა დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი. ფურცელაძის ქუჩაზე კაფე ქარავანში ღამის დარაჯი სასტიკაცემა მენეჯერს მხარის არეში დანაჩაარტყა და ახალგაზრდა 35 წლის ბიჭს ხელის მამოძრავებელი კუნთი დაუზიანა, ესე რომ თითქმის მთელი ცხოვრება ინვალიდი გახადა და ამ საქმეზე გადახრილი ჰქონდა გირაო და ერთი თვის გამოსული იყო, როცა მე შვილი მომიკლა უკვე. სასამართლოზე ეს საქმეები გაერთიანდა და 2009 წლის 9 ივლისის განაჩენით ივანე გიგლემიანს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის, მისი ტარებისთვის, ხულიგნობისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 26 წლითა და 6 თვით განესაზღვრა. თუმცა გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ერთხმად მიღებული ამნისტიის წყალობით გიგლემიას ნაკლებად მძიმე 4-ვე დანაშაული სრულად მოიხსნა, ხოლო მკვლელობის მცდელობისთვის მისჯილი 17 წელი გაუნახევრდა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ისეთ მკვლელს, როგორიც ივანე გიგლემიანია, რომელმაც ასე სასტიკად მომიკლა შვილი, ასეთ დონეზე შეეხებოდა, რომ 26 წელი და 6 თვე ქონდა მისჯილი და აქედან 18 წელი და თითქმის 6 თვე ჩამოაკლო ამნისტიის შედეგად. მე არასამართლიანად მიმაჩნია. ვიდრე ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი კენჭს უყრიდა, ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ ჯერ კიდევ საკუთარ თანაგუნდელებს დაზარალებულების ინტერესების გათვალისწინებას თხოვდა, კობა დავითაშვილი იყო. თუმცა დარბაზში მსხდომმა უმრავლესობამ კოლეგის არგუმენტები არ გაითვალისწინა. ვერ დაივიწყებს ის ადამიანი, რომელიც დაზარალებულია, იმ ტკივილს, რაც მას მიახენეს, ვისაც შვილი მოუკლეს, ვისაც მეუღლე მოუკლეს და უარესი რამე დამართეს, თუნდაც ვიდრე სიკვდილია. ეკლესიასაც კი, აი ამ ჰუმანურ ორგანიზაციას, ყველაზე უფრო ჰუმანურს და ბევრად უფრო ჰუმანურს, ვიდრე პარლამენტია, აქვს უპატიებელი ცოდვების ჩამონათვალი. არ გეთანხმებით ბატონო კობა. ეკლესია და მისი წინამძღოლი მუდმივად გველაპარაკებოდა, იმათ ვისაც ელაპარაკებოდა არ ესმოდა. ჩვენ მაინც უნდა შევისმინოთ, იყავით გულმოწყალენი პატიმრების მიმართ, არასოდეს არ განურჩევია მკვლელი და რაიმე სხვა დანაშაულის ჩამდენი. გადაცემა არის რაღაც ღია კარის დღე და გამოვიდა თვითონ ეს ეკაბესელია და მის შვილს გულში იხუტებდა, შეხედეთო როგორ მგავსო, შეხედეთო ესო ჩემი სიცოცხლეაო, ჩემი შვილიც იყო ჩემი სიცოცხლე, თუნდაც მე მგონებია ჩემი შვილი და იმის გაანალიზებაც ვერ მოვასწარი, ისე მომიკლა. და ძალიან მინდა რომ ეს ჩემი გასაჭირი, ჩემი ხმა მივაწვდინო საერთოდ. იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჯუჟუნა მაისაძეს ხმის მიწვდენა სურს, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დღესაც იგივე არგუმენტები აქვთ, რომლებიც დაახლოებით 1 წლის წინ.
ამიტომ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ იღებს. ამინისტია, რომელიც არ ეხება პიროვნულად კონკრეტულ შემთხვევებს, არამედ ეხება ზოგადად მუხლებს, უცილობლე უნდა მიგვეღო როგორც სამართლიანობის აღსრულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ამინისტია ცალკეული საქმეების განხილვას არ ითვალისწინებს. თუმცა ფაქტი, რომლის წინაშეც საზოგადოება აღმოჩნდა, ისაა, რომ მძიმე მუხლებით გასამართლებული პირების უმეტესობას სასჯელი მათ მიერ ჩადენილი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეკრებით ჰქონდათ მისჯილი. ამიტომ ამნისტიისგან საბოლოო ჯამში საშიშმა დამნაშავეებმა უფრო მეტი სარგებელი მიიღეს, ვიდრე წვრილმანი კრიმინალისათვის გასამართლებულმა პირებმა. გათავისუფლება ასეთი მძიმე მუხლების მქონე პატიმრებს არ შეეხო მაქსიმუმ 1/4, ანუ თუ პირს ჰქონდა მისჯილი 26 წელი, მას მოაკლდებოდა მხოლოდ 6 წელი და ანუ 20 წელი უნდა ჰქონდეს დარჩენილი. არა 24 გამომდინარე იქიდან, რომ მას შეკრებილი ჰქონდა ეს სასჯელები და მის ქმედებებში იყო ორი ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიის მუხლი. კერძოდ იარაღის ნაწილში და ნაკლებად მძიმეს თლიანად გაათავისუფლა სასჯელისაგან. ანუ ის რაც ჰქონდა მისჯილი იმ მუხლებით მოხსნილია თლიანად. ივანე გიგლემიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ამნისტიით მიღებული სიკეთე ადეკვატურია, რადგან საპყრობილეში გატარებულმა 4 წელმა გიგლემიანის ჯანმრთელობა ფუნდამენტურად შეარყია. გაუსწორდა მას ფიზიკურად ციხის თანამშრომლები და შესაბამისად ამის შემდგომ იგი დახეიბარდა და დადიოდა ხელჯოხით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანე გიგლემიანი საპატიმრო დაწესებულებას 2017 წლის 16 ნოემბერს დატოვებს. 18 წლის ლაშა რუბაშვილის დედა კი იმ ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკოსები სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით პოლიტიკურ ქულებს იწერენ, საკუთარ სამართალს ჯერ კიდევ ეძებს. მე არაფერი არ მეშველება, მინდა მთელი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთურად უნდა ვიცხოვრო სანამ მედიკას პირში. ჩემ შულსაც არაფერი ეშველება, მაგრამ ის ისეთი სასტიკი პიროვნებაა, რომ მე არ მინდა, რომ ჩემნაირი დედები კიდე ბევრი იყოს.